უმრავლესობის ლიდერი გიგა ბოკერია გაერთიანებულ ოპოზიციას რჩევას აძლევს და სარიშვილისა და გიორგაძის მსგავსად ლეიბორისტებისა და ეროვნული ფორუმისგან გამიჯნას ურჩევს, რადგან ისინიც პრორუსული ძალები არიან. ბოკერიას რჩევასა და მითითებას ოპოზიცია სასაცილოდ მიიჩნევს. სახალხო პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს თავად ბოკერია შეადარა ირინა სარიშვილს და მას ტერორიზმის იდეოლოგი უწოდა. თემას პირდაპირ ეთერში ლიკა ბერაია განაგრძობს. ლიკა, როგორ უპასუხა ბოკერიას ბრალდებას გაერთიანებულმა ოპოზიციამ? ბოკერიას ბრალდებებს საპირისპირო ბრალდებებით პასუხობს ოპოზიცია. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს ერთხმად აცხადებდნენ იმას, რომ თავად საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული ორიენტაციის და ასახელებდნენ საქართველოს მთავრობის წევრებიდან იმ გვარებს, რომლებიც მათი ინფორმაციით საქართველოში რუსეთის ინტერესებს ახორციელებენ. ოპოზიციამ მართველი პარტიისგან დღეს რჩევა მიიღო. სარიშვილთან და გიორგაძესთან ერთად ლეიბორისტებს და ეროვნულ ფორუმსაც გაემიჯნონ, რადგან ისინი პრორუსული ძალები არიან. განგვასხვავებს ძალიან ბევრი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ რაღაც საერთო გვაქვს, ეს საერთო არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარდაჭერა, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია. ჩვენ უნდა მათ მოუწოდოთ, რომ იყვნენ თანამიმდევრულები და გაემიჯნონ მაშინ ყველა პრორუსულ ძალას საქართველოში. თელაშვილს ეგრეთ წოდებულ ეროვნულ ფორუმს, მელაშვილებს, შარტავებს, სანიკიძებს და თუ არ ემიჯნებიან, აუხსნან საზოგადოებას რატომ. და ასევე გაარკვიონ თავის დამოკიდებულება გიორგაძის მომხრეების მიმართ. თვლიან თუ არ მათ პოლიტპატიმრებად და თუ არ თვლიან, მაშინ რატომ საუბრობენ ამაზე სხვაგან. რამდენად გულწრფელები არიან. ლეიბორისტების და ეროვნული ფორუმის ლიდერებმა ბოკერიას განცხადებაზე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს და პასუხი პრესამსახურის მეშვეობით გაავრცელეს. დღეს ალბათ ბოკერიამ გაახმოვანა ხელისუფლების დიდი შიში, თუ რომელი პარტიების ეშინია ხელისუფლებას ყველაზე მეტად. ასე რომ ეს მათი პრობლემაა და არა ეროვნული ფორუმის. და გარდა ამისა, ისე შარტავები, სანიკიძე, მელაშვილები, მე დავამატებდი ასევე შავიშვილებს და ოროლაშვილებს, შეიძლება ნახევარი საქართველო იყოს და გაემიჯნოს საზოგადოებას დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი. უღირს და უსინდისო ადამიანის განცხადებაზე ლეიბორისტული პარტია არანაირ კომენტარს არ გააკეთებს. ეს არის პარტიის პოზიცია. ბოკერიას განცხადებას სერიოზულად არ განიხილავენ პოლიტიკური ოპონენტებიც. ოპოზიცია პრორუსულ ძალებს ხელისუფლების წევრებს შორის ხედავს. ბატონმა გიგა ბოკერიამ დღემდე ვერ გაიცნობიერა ვინ არის თვითონ და მინდა ეხლა აუხსნა. იგორ გიორგაძე და სააკაშვილი ჩვენ თვალში ერთია, როგორც ორი პოლიტიკური ტერორისტი. და გიგა ბოკერია და ირინა სარიშვილი ჩვენ თვალში ერთია, როგორც ამ ტერორიზმის იდეოლოგები. აქედან გამომდინარე ისინი დგანან ერთად და ჩვენ გიგა ბოკერიასთან საერთო არაფერი გვაქვს. და არც არასდროს არ გვექნება მომავალში. ჩვენ ლეიბორისტებთან ვითანამშრომლებთ თუ კონსერვატორებთან თუ ვისთან ეგ ჩვენი საქმეა. რაც შეეხება პრორუსულ ძალებს, პრორუსული ძალები საკუთარ კომპანიაში მოიკითხონ. ურჩევდი გიგა ბოკერიას თუ მართლა აინტერესებს ამ ქვეყანაში პრორუსული ორიენტაციის პრობლემატიკა, საკუთარ მინისტრებს მიხედოს, კახა ბენდუქიძის საქმიანობით დაინტერესდეს, გაზპრომის მიერ ნაყიდი ნახევარი საქართველოთი დაინტერესდეს და საკუთარი უშიშროების საბჭოს მდივანს მიაკითხოს. ოპოზიციის მიერ გარიყული ირინა სარიშვილი კი პრორუსულ ძალად თავს არ მიიჩნევს. ბოკერიასთან ალიანსში ის რესპუბლიკელებს ადანაშაულებს. მე უპასუხებ გიგა ბოკერიას, ანუ ნაციონალურ მოძრაობის იდეოლოგს და მთლიანად ამ მოძრაობას და რესპუბლიკურ პარტიას ერთად. ეს არის ჩემთვის ერთი გუნდი. დღეს თუ მათმა კონკრეტულმა ნაწილებმა ვერ გაიყვეს რაღაც ერთმანეთთან ეს მათი პრობლემა. ეს არის ჩემთვის ხალხი, რომლებიც ეთანხმებიან ერთმანეთს განათლების რეფორმაში, საგარეო პოლიტიკაში, ერთნაირად აფასებენ ეკლესიის დარბევის ფაქტს. სარიშვილის და გიორგაძის გარდა გაერთიანებული ოპოზიცია ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს. ბოკერიას რჩევის გათვალისწინებას კი არც ერთი მათგანი აპირებს. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ რუსი დეპუტატებიც, მათი შეფასება ასეთია, საქართველოში ანტიდემოკრატიული რეჟიმი მყარდება. რუსი დეპუტატები ამზადებენ საგანგებო მიმართვას ირაკლი ოქროაშვილის დაჭერასა და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ამ მიმართვას დუმა ხვალ დაამტკიცებს. დღეს კომენტარი გააკეთა დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საფრთხე ექმნებათ აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს. Завтра будем рассматривать это обращение. Безусловно, ни у кого не вызывает сомнения, что в Грузии действует антидемократический режим. Мы не хотим здесь что-либо придумывать, это просто так. Всем это очевидно. И такое заявление мы намерены завтра принять. К сожалению, Запад, в частности в лице американского госдепартамента, демонстрирует, я считаю, полное политическое лицемерие в отношении того, что там происходит.
И нас это не может тоже не тревожить, поскольку это поощряет антидемократическую политику, которую проводит в Грузии нынешняя власть. რუსეთის დუმაში დეპუტატები რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობებში კვლავ საქართველოს პრეზიდენტს ადანაშაულებენ და აკეთებენ განცხადებას, რომ ასეთ ვითარებაში ორი პრეზიდენტის შეხვედრა წარმოუდგენელია. დიდი მადლობა ლიკა ბერაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.